შემოგვიერთდება ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი, ის სინდისის პატიმრებს იცავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არიან, მაგალითად რეზო კიკნაძე, საბა ჯიქია, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ინსაფ ალიევი. მოგესალმებით გუჯა, მადლობა სტუმრობისთვის. როგორც ვიცით, მოდიხართ ციხიდან, ხო, სადაც ნახეთ თქვენ სინდისის პატიმრები, ვინ ნახეთ, როგორ არიან ისინი, რა დაგაბარეს? მივესალმები სინდისის პატიმრებს, ვიცი რომ აქტიურად ადევნებენ თვალყურს. მე მოვინახული ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, გუშინაც მათი სახელით გავავრცელეთ განცხადება და მათ სურდათ, რომ უშუალოდ თქვენი ეთერით ესარგებლად და უშუალოდ მათი სიტყვები გაჟღერებულიყო. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ აღნიშნულ შეწყალებასთან დაკავშირებით პოზიციები ზუსტად თავისი სიტყვების ციტირება სურდათ და ეს არის მიზანი და ასევე აღნიშნული საკითხი რაც არის ეს ზეღანდელი დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ლილუაშვილის მინდა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გავუთქვა, რომ რეალურად რიგითი პოლიციელები ვინც არიან და რიგითი შემსრულებლები ვინც არიან და გამომძიებლები მათ უნდა გააცნობენ რომ ის რომ ამხელა საფეხურზე მყოფი ადამიანებსაც როდესაც იჭერენ ეს იმას ნიშნავს რომ დღესაც გუშინაც თუნდაც ერთი წლის წინაც უკანონობებს როდესაც აკეთებდნენ თუნდაც რევას კიკნაძის საქმეზე დღემდე არ არის გამოძიებული ის გამყალბებელი გამომძიებლები ეს იმას ნიშნავს რომ ადრე თუ გვიან მათ კარებამდეც აუცილებლად მივლენ და იმ რიგითი გამომძიებლებისთვის რომლებსაც მე ყოველდღიურად ვაწყდები და მაგალითად 3 დღის წინ იყო ესეთი შემთხვევა, თუნდაც ეს გასაჯაროვდა კიდევაც, ის უნდა იყოს, რომ მათ არავინ არ დაინდობს საბოლოო ჯამში და შეცვლადი ჭანჭიკები არიან და შესაბამისად აი ეს უკანონობები, რასაც რეალურად აკეთებენ და ყოველდღურად ვაწყდებით, მათთვის მაგალითი უნდა იყოს, იმიტომ რომ ამხელა თანამდებობის პირებს საბოლოო ჯამში, როდესაც სჭირდებათ, შეუძლებლად ემშვიდობებიან და ამიტომ მათაც გაწირავენ და ძირითად თემას ახლა ამას რომ დაუბრუნდეთ, ეს არის პატიმრების შეწყალების წამოწეულ თემაზე, ეს წერილებია. ეს არის ნიკოლოზ ჯავახიშვილის და რევას კიკნაძის მიმართვა, დანარჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების პოზიციაც ასევე არის მსგავსი შინაარსის, უბრალოდ მათ გადაწყვეტეს, რომ თქვენი ერთ-ერთ ესარგებლად და გამოეგზავნათ ეს ინფორმაცია, რომელიც ციტირებას შეძლებთ, რომ გააჟღეროთ. შემიძლია ხო, რომ საჯარო მაგიტო გამოსწორდეს. ეს არის ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილი. ჩემთან რამდენიმე თვის წინ საპროცესოზე რომ შემოგზავნეს ვაი ადვოკატი, მაშინ 6 წლამდე მუხლი მემუქრებოდა, მაშინ უარი ვთქვი საპროცესოზე, რადგან მართალი ადამიანი ვარ, იმის შეწყალებას ამის შეწყალებას დათანხმება, ამ შეწყალების დათანხმება რაც არ ჩამიდენია და ვერ დავთანხმდებიო და ვერც იმას აღიარებ, რაც არ ჩამიდენიაო, ხო ეს არის შინაარსი. ბოდიშს გიხდით, ცოტა ხელნაწერის გარკვევა მიგრის, ჩვენ ციხე ვერ გავტეხთ, ჩვენ მათ ციხიდან გავტეხთ. ეს არის და რეზო კიკნაძის წერილიც არის, ძალიან დიდი მადლობა ამ წერილებისთვის პირველ რიგში. მათი სურვილი იყო. და შეწყალების საკითხზე თავის დროზეც ბევრი მაქვსო ნასაუბრებიო, წერს რეზო კიკნაძე და ეხლა რაღაცო გაცოცხლდა ეგ თემა, არ ვიციო, ხო, გადაშლილი ფურცელია უკვე და გადაშლილ ფურცლებს მე უკან აღარ ვუბრუნდებიო. ხო, სიმართლისთვის ბრძოლა არასოდეს დამღლის ბოლომდე, ასეთია რეზო კიკნაძის წერილი. ხო, ამ წერილებს კარგად გავეცნობით. ხო, დიახ, ნუ სპეციალად თქვენთან გამოგზავნეს და მათ სურდათ, რომ ეს პოზიცია ნახეთ იქ ინფორმაციის მიმოцло ცოტა ჭირს თუნდაც პატიმრებში და მე ვიცი რომ როდესაც მხვდებიან ყველა მათგანის რომელსაც ჩემამდე მოდის არ აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არის თუ არ არის ჩემთვის ეს არის ერთი მთლიანი ოჯახი პოზიცია არის ის რომ ისინი არიან უდანაშაულოები ამ სახელმწიფოსთვის და თავის ქვეყნისთვის იბრძვიან და შესაბამისად არაფერი შესაწყალებელი მათ არ ჭირთ ვისაც მე ვესაუბრები რა უნდა გიხოთ გარდა იმისა რაც საჯაროდ გვესმის ჩვენ რომ წამოწიეს ეს თემა მაგალითად არ ვიცი მიხეილ ყავალაშვილის პირით თუ მიქოცნების პროპაგანდისტების პირით. ანუ ამ ადამიანებთან, სინდისის პატიმრებთან კონკრეტული ადამიანები იქაც შედიან. ნახეთ, როდესაც დაკავება განხორციელდა 3 თვის თავზე ხება თვეების ზუსტად ვერ ვიძახე.
ჩემს დაცვის ქვეშ ყოფნა ნიკოლოზ ჯავახიშვილთან იყო ერთ-ერთი ადამიანი შესული, რომელიც დაჟინების თხოვდა საპროცესო შეთანხმებას დათანხმებოდა, რადგან ეს მისთვის იქნებოდა უკეთესი და ეს ადამიანი არც ოჯახის გამოგზავნილი იყო, არც ვინმე ნაცნობს, სამწუხაროდ ადვოკატის სტატუსით იყო შესული და ეს ყველაფერი რამე ფორმით იცავდა მის ინტერესს? არა, არ იცავდა, ის არის რომ ადვოკატმა რომ დაიცვას, ან ოჯახმა უნდა მიმართოს, ან უშუალოდ ბრალდებულმა დაცვის ქვეშ ყოფნა პირმა და შესაბამისად ზუსტად ბატონი ნიკოლოზი ამას ეძახის, რომ თავის დროზე ჩემთან რომ შემოვიდნენ მაშინაც კი არ დავთანხმდი, როდესაც 6 წელს მეუბნებოდა ეს ადამიანი 6 წელს მოგიჯიანო და შესაბამისად მოცემულობა არის ის, რომ იყო საწყის ეტაპებზე ეს სიგნალები, რომლებიც ამ ბიჭების გაუტეხლობამ, რომელიც ეხლაც გრძელდება და მე მჯერა რომ ეს არის უწყავეთი გაუტეხლობა, აჩვენა ის, რომ ამათ ვერავინ ვერ გატეხს, იმიტომ რომ სიმართლისთვის იბრძვია. შეწყალებაზე მიმართვა იურიდიულად გულისხმობს დანაშაულის აღიარებას თუ ამას ასე საზოგადოებაში გავრცელებული აზრით ეძლევა ეს კონოტაცია, რომ თუ შეწყალებაზე მიმართავ ეს არის დანაშაულის აღიარება, თუ ქართული ოცნებაც ახლა ამაზე განსაკუთრებით აქცენტირებს, იმიტომ რომ მოუწოდებენ ხო ამ სინდისის პატიმრებს რომ აღიარეთო. ნახეთ, ამას რომელი მხრიდანაც არ უნდა შევხედოთ, ხო აღიარება ჭირდებოდეს თუ არ ჭირდებოდეს, ნახეთ, ეს არის ისეთი თემატიკის და ისეთი кейსები, სადაც არც ერთ ჩვენი დაცვის ქვეშ ყოფილი ჩემი კოლეგების ქმედება საერთოდ არ დასტურდება და მაგალითად რევას კიკნაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს საერთოდ არ უდასტურდება რაიმე სახის საფრთხის შექმნაც კი, არათუ ჯგუფის წევრობა და ასე შემდეგ და თავისი არსით ჩემი დაცვის ქვეშ ყოფებისთვის მე სამართლებრივ შეფასებას არ გავაკეთებ აღნიშნულზე რომ ან შეწყალება მოითხოვონ ან რაღაცა თავადვე არის შევაწყობილ მათთვისვე, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან სრულიად უდანაშაულოები და თუ მაგალითად სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ესეთ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სასამართლო აუცილებლად დაადგეს, იმიტომ რომ ჩვენ მივიყვანეთ მაგალითად 6 პირდაპირი მოწმე, რომელიც პირდაპირ უთითებს ფაქტს და თავის მხრივ ბრალდების მხარემ ერთი მოწმეც ვერ მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯგუფურობა იყო სახეზე და საქმის მთავარმა გამომძიებელმა გვიპასუხა, რომ არ მაქვს მტკიცებულება იმის, რომ ჯგუფურობა არის და შესაბამისად ხა საერთაშორისო დონეზე ეს გარანტირებულად დადგება დარღვევები აუცილებლად. თუმცა ეს ძალიან კარგი მასალა იქნება ალბათ საერთაშორისო დონეზე დავისთვის, ხო? იმიტომ რომ არ ვიცი ადგილობრივ დონეზე ინსტანციებში რამდენად გაქვთ თქვენ მოგონებები. იცით რა არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ზუსტად მედიების ჩართულობა, ზუსტად ადვოკატების მაღალმა პროფესიონალიზმმა ნახეთ რა განაპირობა ის რომ შუქდებოდეს და შემდგომ მოუწიათ რომ დაეხურათ. განაპირობა ის რომ 225 მუხლით რეალურად ბევრად მძიმე მუხლით როდესაც დაავდნენ, ვალდების ხარემ ეს წააგო და სასაცილოები გახდნენ, იმიტომ რომ ვერ დაადასტურეს. მაგრამ ნახეთ ეს არ არის საბოლოო გამარჯვება, იმიტომ რომ აგერ ბიჭები 2 წლით არიან პატიმრობაში, მართალია 6 წელი ემუქრებოდა თან ცოტა მეტი ან ცოტა ნაკლები, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ უნდა მივიდეთ იქამდე, რომ დადასტურდეს, რომ ეს ნაკლებად მძიმე მუხლიც არ არსებობს, იმიტომ რომ ბრალდების ხარემ მოიტანა 13 ტომი მაკულატურა, ერთი მტკიცებულება არ არის. როდესაც დაზარალებულს ვეკითხებით, როდესაც გამომძიებელს ვეკითხებით, ერთ პირდაპირ მტკიცებულებას ვერ უთითებს, ერთ კადრს ვერ უთითებს. შესაბამისად აღნიშნულთან დაკავშირებით თუ სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა საერთაშორისო დონეზე ეს დადასტურდება. ასევე ნახეთ, ყოველ წარმოუდგენელია 19 ადამიანი იყოს ბრალდებული და აქედან მონაწილე პირი ვინც არის პირობითად როგორც ვალდების მხარე მიუთითებს ყველას ერთნაირი სასჯელი მის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ არის სამართლებრივი პროცესი და ეს უკვე სხვა პროცესი არის. კი ბატონო შაბლონი, კიდევ ერთი შესაძლებლობა ხომ ვადამდე პირობით გათავისუფლება არის ამ საკითხზე, როდესაც სასჯელის ნახევარი გადის, ხომ, ეგრეთ წოდებული უდო. ამაზეც პრინციპული ჩემი დაცვის ქვეშ ყოფების პოზიცია არის ის, რომ ისინი არავის არაფრის თხოვნით არ მიმართავენ და არანაირი შეწყალება არ სურდა. ნიკოლოზ ჯავახიშვილს ეს რაღაც ბანერივით პროცესზე აღნიშნული ეჭირა 9 თვის წინ, მაგალითად, რომ არანაირი შეწყალება და მაგალითად ზვიად ცეცხლაძეს არანაირი საპროცესო შეთანხმება, ესეთი ბანერით იყვნენ მოსულები და ეს დღეს კი არა, 9 თვის წინ უკვე, როდესაც განაჩენი არ იყო გამოსული და რომელსაც ეს ბიჭები ელოდნენ, რომ 9 წელს ან 6 წელს მიცემდნენ და ეს მოცემულობა იქნება, მაშინაც კი ესეთი პრინციპული გადაწყვეტილებები ჰქონდათ და ნახეთ, მათთვის წლები არ წყვეტს არაფერს. ისინი არიან მართლები, მორალურად მართლები არიან პირველ რიგში, სამართლებრივად მართლები არიან, შესაბამისად მართალი ადამიანისთვის ეს შეურაცხყოფელია.
აი თქვენი აზრით მაინც სინდისის პატიმრების არსებობა არის რაღაცნაირად უსიამოვნო ტვირთი ქართული ოცნებისთვის. თავიდანვე დაიწყო ამაზე ხო ლაპარაკი რომ იქ მიგზავნიდნენ ადამიანებს ახლა ისევ გააქტიურდა რომ აი წინა საახალწლოდ იქნებ აი რატომ მაინც არის გარკვეული სურვილი ხო ქართული ოცნების შიგნით რომ ეს ადამიანები მე ამ შეფასებაში ვერ შევალ მე შემიძლია სამართლებრივად გიპასუხოთ რომ ნებისმიერ მოქმედი ხელისუფლებისთვის როდესაც ის იღებს გადაწყვეტილებას და კანონებს ცვლის კონკრეტული кейსებიდან გამომდინარე და ამის ნათელი მაგალითი არის ის რომ დაიხურა სასამართლოს კარი მედეებისთვის ეს იმას ნიშნავს რომ ეს кейსი სახელმწიფოსთვის კანონმდებლისთვის რომელიც იძულებული ხდება კანონი მიიღოს არის ტვირთი, იმიტომ რომ გიწევს სამართლებრივი რეალობის შეცვლა. შესაბამისად, ეს უკვე აღარ არის შენთვის ჩვეულებრივი რიგითი кейსი, რადგან ამხელა მექანიზმების ამუშავება გიწევს და ჩვენ ნახეთ, როგორ დაჩქარებულ ვადებში განხორციელდა აღნიშნული.